ძალიან შემზარავი ფაქტის მომსწრენი გავხდით ჩემო თანაკმოქალაქეებო, ჩემო ზოგლელები. ეს არ არის მარტო თქვენი ტკივილი, ეს ჩვენი ყველა ახალგაზრდების ტკივილია. დღეს ჩვენ საპროტესტო აქციას ვაკეთებთ კომუნეთში. ყველა ჩვენთაგან მოვიცით თუ დღეს რა ხდება საქართველოში. რა ძალადობა ამ ვითომ და დემოკრატიულ ქვეყანაში თუ როგორ აწამებენ პატიმრებს. თავის სოფელში 15 წლის ბავშვები ვერ გამოსულან. ეს არ არის ხალხო სამართალი. ეს არ არის. ჩვენ აქ სულტანი ვდგავართ. თანასოფლელებო, თანამოქალაქეებო, ძალიან გთხოვთ, მოგიწოდებთ ყველას. ყველამ დაუდგეთ, შევიკრათ ერთად და არ მივცეთ მაგის უფლება. მე პირობას გაძლევთ, ჩემი ახალგაზრდული, თელიქობულეთის ახალგაზრდული, თქვენ ვერ დითხოვთ. ყველამ შევიკრათ ერთად და არ მივცეთ უფლება. მათ შეურაცხმენ საქართველო, მათ შეურაცხმენ ხალხო ქართველი ხალხი. 16 წლის ბავშვებს თავის ჭიშკართან წემენ. გვიზღუდავენ თავისუფალ ნებას, გვიზღუდავენ თავისუფალ აზროვნებას. იმისათვის რომ თურმე ეს ბავშვი აფიქსირებს იმას, რომ არ უნდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, რომელ ქვეყანაშიც ბოდიში და ცოცხლები დაუფადიურებენ მამაკაცებს. მამაკაცებს, კაცებო, ჩვენ შეგვილახენ კაცებს გივსება. საქართველოში გილახავთ დატირებული მამაკაცი. ჩვენ ვიყიდოთ დატირებული მამაკაცები. აი ეს არის პირველ რიგში ამ ბავშვის უფლებები კი არა, ჩვენი უფლებები, ჩვენი კაცობა, ჩვენი ქართველობა და ქრისტიანობა უნდა დავიცვათ ხალხო. სოფელი ასე ერთმოშტად შეერთდით და ჩვენს გვერდზე დაგიდგებით და პირდაპირ მოვუწოდებთ ხელისუფლებას. გამოძიებული იქნას ეს ფაქტი, როდესაც 16 წლის ბიჭს თავის ჭიშკართან ასე სადისტურად სემენ და უძღუდავენ თავისუფალ აზრის გამოთქმის უფლებას. მე ირაკლი წასული კლინიკაში ონკოლოგიურ საავადმყოფოში დიაგნოზი მიკიცებენ რამჭირს. იმავს პირივან ხვალ წამალ. თქვენი ყავით მაგალითად ამ ხალხო და გადმოდის ეს ნაბი დადეგი ჩვენთან. და მისი წასული ვაღანის დედა თურქეთში მონა ტურისტული მეტალოსავი. ცრაისული უმუშევარი რადუშავე მოუპარე რამე წავართვი რამე დავაშავე რაზე მკლავს რა სმერჩის ვინცხა იყო. ირაკლი აქტივისტები იყო ნაციონალური მოძრაობის. იმიტომ რომ ადგენ შეწამული წამყვი ვილიცია. ბავშვი ამბობს, ბავშვი ამბობს, მანქანაში იყო. ხომ ხარ დარწმუნებული? ხომ იყო რა მანქანა იყო, ხომ იცის? რა ნომერი იყო, ხომ იცის? ნომერი არის და შენს ხომ იცი? მე საიდან აბა ისე მეუბნები რომ ხომ ბავშვმა ჩვენებაში მიცა პროკლამაციები იყო ნაციონალური მოძრაობის. შენ როგორ შტაბის უფროსი? შენი ადრე ერთად ვიმუშავეთ და მოდიოჩი ისრან მე ვიდოდა მაგი ხომ იცი ახლა დავფიქრეთ კარგად და ვაღიაროთ აჩიგო მისმინე ახლა ჩემ ხო და მაგას გემნით დაუდგეთ ერთად გვერდით დამიჯექი მანქანაში გევიდეთ მილიციაში და ვითანამშრომლოთ ის რომ ეს ფაქტი გამოვლინდეს. რაც მოხდა ყველა ჩვენთან როგორ გავიქეთ აქ მაცხოვრებელი ვარ ქუჩასულუგიძე გული შემდგება იმისათვის რომ არ უნდა ხდებოდეს ასეთი ძალაუფლება ახალგაზრდებზე გამოყენებისთვის და იმისთვის მოვედი და დაუდგები ყოველთვის როცა არის ჩვენ გვერდში ჩვენი სოფლელები. ამ შემთხვევის შემდეგ მაისური რომ გაცეთ ქართული ოცნების არ გეშინია? და რა საპირებთ? უფრო მოვინდომებ და უფრო დაუპირისპირდებით ამ თავრობას. მართლა წყოში არა იმედია. ყველა შემთხვევაში ვარ თელი პრობლემები. მე გამოვიძიებ ამ ფაქტს, ნარაკაცებს. ისეთი ინტერესები ქონდა, და გამოვიძიებ. აქცია ჩაატარეს. ამოუდგენ ჩემს შვილიშვილს მხარში. დიდ მადლობას უცხადებ ყველას. გამჩენმა ღმერთმა, უფალმა ღმერთმა, მათ დედებს 100 წელი უცოცხლა მათი შვილები. ასეთი უმსგავსო, ასეთი არასაქციელი საქმე არავის არ შეედინოს. გონს მოსულიყავით ახალგაზრდებო, რას აკეთებთ? თქვენ მე სოფლის შვილს, თქვენ დას, თქვენ ძმას, როგორ სცემთ, როგორ აწამებთ? ეს ფაქტი რაც მოხდა ქობულეთის რაიონის სოფელ ლეღვაში, ეს არის ერთ-ერთი დამახასიათებელი იმ მოქმედებებისა, რასაც ეს ხელისუფლება აგონიაში მყოფი ხელისუფლება ამ ბოლო კვირაში ეწევა. იმიტომ რომ სხვა მათ არაფერი არ დარჩენიათ, ასეთი რაღაცებით უნდა დააშინონ ხალხი. რომ ხალხი არ მივიდეს არჩევნებზე, იმიტომ რომ უკვე მათი ხმის მიცემა ძალიან მინიმუმამდეა შემცირებული. ეს არის არაკაცური, არაადამიანური, ეს არის გაგრძელება იმ სერიისა, რაც ჩვენ ვნახეთ ტელევიზიაში.